დაანგრევენ თუ არა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში თავადი ანდრონიკაშვილების მე-18 საუკუნეში აგებულ სასახლის ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ აღირიცხება, ადგილობრივები მის დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. არაშენდელების საკითხით დაინტერესებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვენ. ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასახლის დანგრევის საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების ტერიტორიაზე არსებული მოძველებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოითხოვა. ადგილობრივები სასახლის დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ შენობის დაანგრევა კი არა, მისი როგორც ისტორიული ძეგლის აღდგენა უნდა მოხდეს. უნიკალური შენობა არის, იმიტომ რომ 200 წლის აშენებული, 200 წლის უკან აშენებული. და ძალიან ცნობილი თავადის კავალერიის გენერლის ივანე მალხაზის ძის აშენებულია, მათი საზაფხულო რეზიდენცია იყო, აქ ცხოვრობდნენ ზაფხულობით. ნუ ზამთარს აქ რა ქვია, ზამთარშიაც მეურნეობა ჰქონდათ ყველაფერი და მაგლიხები ყავდა. ხო და ეხლა ჩვენ მიზანი არის გადავარჩინოთ როგორ მეშენო. ანდრონიკაშვილების სასახლე, რომელიც 25 სხვადასხვა დანიშნულების ოთახისგან შედგება, გერმანელი არქიტექტორების მიერაა აშენებული. პირვანდელი სახითაა შემორჩენილი აგურის თაღოვანი დარბაზი, რომელსაც მე-18 საუკუნეში მაცივრის ფუნქცია ჰქონდა. შენობას გააჩნია უნიკალური გათბობის სისტემაც. არაშენდელების სასახლის დანგრევის გადაწყვეტილებაში სოფლის საჯარო სკოლის დირექტორს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შენობის სასწრაფო დემონტაჟი მის პირად ინტერესში შედის. განაცხადა დირექტორმა, რომ ჩვენ შაშკინმა გვიბრძანაო, რომ სკოლის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა თუ არა ფუნქციონირებს, ის უნდა დაინგრას. როგორ უნდა დავანგრიოთ ეს შენობა, ისე რომ ამაზე უკეთესი რამე ავაშენოთ. მე არ მინახავს ესეთი შენობა. ესე უნიკალურად, ესე გაკეთებული. ერთი ბზარი არა აქვს კედელს. ჩამოდის კულტურის სამინისტროდან სამკაციანი შემადგენლობა, რომლემაც გადაიღეს ძველი სკოლის ყველანაირი ხედის, სარდაფის, ფანჯრების ყველაფერი და მითხრეს, რომ ჩვენ დაველაპარაკებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ამ შენობას ხელი არ დაადოთ, არც არაფერი არ დაუშაოთ, არც არაფერი არ დაშავებია მას შემდეგ, რადგან გადაწყვეტილი ქონდათ, რომ უნდა აღედგინათ ეს შენობა. იმის შემდეგ გავიდა დაახლოებით 1 წელი, არც კი არავინ არ გამოჩენილა. არაშენდელები სოფელში კულტურის სამინისტროდან სპეციალისტების ჩასვლას და შენობის როგორც ისტორიული ძეგლის შესწავლას ითხოვენ. გამორჩეული საერო არქიტექტურის მიუხედავად, ანდრონიკაშვილების სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ აღირიცხება.